გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ენერგეტიკის სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში, კერძოდ გაზის სექტორი, რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი კომპანია თბილისი ენერგიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსორიძე იქნება. აღსანიშნავია, რომ თბილისი ენერგი 2024 წლის ინვესტორების ტოპ 10-ში, ანუ იმ კომპანიებს შორისაა, სადაც შარშან ჯამურად $1,333 მილიონი ინვესტიცია ჩაიდო. უშუალოდ თბილისი ენერგიმ რამდენი მილიონის ინვესტიცია ჩადო, რაში და როგორია 2025 წლის საინვესტიციო ვალდებულება კომპანიის, რომელსაც როგორც ვიცით ენერგოკომპანიები, მათ შორის თბილისი ენერგის სემეკთან ათანხმებენ, მოვიკითხავთ გიორგი ლეფსორიძესთან და არა მარტო ამ თემებს. თბილისი ენერგისთვის და მისი აბონენტებისთვის 2025 წელი მარტივად არ დაწყებულა, ყველას კარგად გვახსოვს თებერვლის დასაწყისში ცენტრალური გაზსადენის სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანება, რის გამოც რამდენიმე დღე თბილისის მოსახლეობას გაზმომარაგება შეეზღუდა, ჯამში დაახლოებით 150,000 აბონენტს. რა თქმა უნდა, მოვიკითხავთ თუ გაირკვა საბოლოოდ ვინ იყო მესამე პირი და როცა უკვე ყველაფერმა ჩაიარა, რა ისწავლა თავად თბილისი ენერგიმ ამ кейსით, როგორ მართეს კრიზისი და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების ალბათობა მაქსიმალურად შემცირდეს. და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზეც, როგორ ებრძვის კომპანიამ თვითნებურად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს ქალაქში და რამდენად ეფექტიანია თბილისი ენერგის საინფორმაციო კამპანიები ამ მიმართულებით, ვიდრე ინტერვიუს ავიწყებთ. რამდენიმე წამიანი ვიდეო რგოლიც მინდა ერთად ვნახოთ, რომელიც კომპანიამ მოგვაწოდა და დიალოგი კარგად აჩვენებს სამწუხაროდ მოსახლეობის მოქალაქეების ნაწილის დამოკიდებულებას, რამდენად არ უფრთხილდებიან საკუთარ თუ სხვების სიცოცხლეს. თქვენ მითხარით, რომ აქ არაფერი აღარ არის, რომ მეტი დანადგარი აღარ მიდგას. მოვდივარ და ესეთ რამეს ვხედავ. თხოვეთ კიდეც, რომ ეს გააკეთეთ, ეს იქნება მოაწესრიგოთ. არაფერი, არიან მდგმურები. რომ ხედავთ, რომ საფრთხე არის, ამიტომ გეუბნებით, კაცო, რას მნერიულობ, მიტომაც ვია ფორმა, იმიტომ კიდია ბეიჯი, აბა იმის კი არ ვაკეთებ, კაცო. სხვა რამე მილაპარაკე, მე თქვენ გითხარით, რაც მოხდებოდა. წყლის მილაპარაკე, სპილაშკაში აკეთებით, აბაზანაში აკეთებით. დაგვირეკეთ და შეგეკითხეთ, ეს შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეს როგორ შეიძლება? ერთი CO2 იმეტებთ. მეორე ეს წყლის მილებით არის გაკეთებული, რა გითხრათ? ეს არის წარმოდით, კალონკა ცენტრალური გათბობა მაგით იმას გათბობა წყალი კი ბატონო, კაცო, გაზი კაცო. ზამთარში, ზუსტად ზამთარში არის კიდე უფრო საშიში რომ ყველაფერი იკეტება. გადამოსვლება არის. თბილისი ენერგის ინფორმაციით მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სულ 32730 აბონენტი შემოწმდა და საცხოვრებელი ბინებიდან 442 სიცოცხლისთვის საშიში გაზის დანადგარი ჩახსნეს. ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება გლდანი სანზონა თემქა. დანარჩენს ეკრანზეც ხედავთ ახლა ინფორმაციისთვის აქვე გეტყვით კიდევ ერთხელ რომ თუ გრძნობთ გაზის სუნს ან იგრძნობთ აუცილებლად უნდა დარეკოთ ნომერზე 114 ზარი უფასოა შემოწმებაც და ასევე თუ ბინა ან სახლი თქვენ საკუთრებაში არაა და ქირით ხართ, მაშინაც შეგიძლიათ დარეკოთ და პრობლემის შემთხვევაში თავად ბინის მფლობელს მოუწევს უსაფრთხო დანადგარი დაამონტაჟოს, ამას შემდეგ თავად კომპანია დაავალდებულებს აბონენტს. თბილისი ენერგიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსორიძე აწერტილის სტუმარი, როგორც უკვე დავაანონსე, ის ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტებით ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უსაფრთხოებაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ რადგან ბიზნეს მედია ვართ და ინტერვიუს ინსპირაციაც ასე ვთქვათ იყო 2024 წლის ტოპ ინვესტორების ათეულში თბილისი ენერგის მოხვედრა, მათ შორის ცალკე ენერგეტიკის სექტორშიც ტოპ ინვესტორებს შორის ხართ. FDI-ზე გითხავთ პირველ რიგში. გასაგებია რომ ენერგოკომპანიები სემეკთან ათანხმებენ საინვესტიციო გეგმას და ამ გეგმის თანახმად თქვენ 2025-29 წლებში ჯამურად 173 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოთ, მაგრამ მოგვიყევით უშუალოდ 2024 წლის საინვესტიციო ვალდებულება რამდენი იყო, რაში ჩადეთ ეს თანხა და გეგმა რამდენად კარგად შეასრულა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ რეგულირებადი ბიზნესია, ჩვენი ბიზნესი, აღნიშნულ ინვესტიციებს ჩვენ ვათანხმებთ მარეგულირებელთან, სემეკთან, შესაბამისად იგივე შეთანხმებული ინვესტ პროგრამით, რაც იყო 2024 წლის ინვესტ პროგრამა შეთანხმებული, ჩვენ მინდა ვთქვა, რომ სრულყოფილად, ანუ 100%-ით შევასრულეთ ის ჩვენის მიერ წარდგენილი საინვესტიციო ვალდებულება, რა თქმა უნდა, რომ ის ძალიან დიდი წილი ინვესტიცია იდება ამორტიზირებული
და საშიში უკვე ესე დავარქვათ გასადერების რეაბილიტაციაში. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში რთულია მუშაობა, ესე მხოლოდ როდესაც ჩვენ გვინდა რომ რეაბილიტაცია გავაკეთოთ, მე მინდა გასაგებენაზე აქვს და მაყურებლებისთვის კონკრეტულ ქუჩაზე, ამიტომ ჩვენ აქტიურ თანამშრომლობაში ვართ ქალაქ თბილისის მერიასთან, მუნიციპალიტეტთან, იმიტომ რომ ალბათ ყველა ვიცით, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს თბილისში ძალიან ბევრი ცენტრალური თუ მეორე ხარისხოვანი ქუჩების რეაბილიტაციას და შესაბამისად წინასწარ ჩვენ ეს უკვე ვიცით, ზუსტად მაგითი დგება იმ წლის საინვესტიციო გეგმაც, წინასწარ ვიცით, სად შედის, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო მერია და ჩვენც იმ ქუჩებზე, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ რეაბილიტაციას. დაახლოებით 35 მილიონი ლარი ჩაიდო ქსელების რეაბილიტაციაში. რა თქმა უნდა, IT მიმართულებითაც ახალი სასერვეროები გავხსენით, იმიტომ რომ გვემატება აბონენტები, ქალაქი იზრდება და შესაბამისად მძიმე ტექნიკა, რა თქმა უნდა, ყოველდღიური საჭიროებაა ჩვენთვის მძიმე ტექნიკა და შესაბამისად ჯამურად ახალი მიერთებებთან ერთად ახალი მიერთებების ინვესტიცია ჩვენი კომპანიის მხრიდან განხორციელებული, იმიტომ რომ ესეც რეგულირებად არეაში შედის, ყველა აბონენტის ახალი მიერთება. წინა წელს გამოვიდა დაახლოებით 55-56 მილიონის ინვესტიცია იყო განხორციელებული. ამ წლევანდელი საინვესტიციო გეგმა და წლევანდელი ჩვენ 2025-2029 წარდგენილი გვაქვს 173 მილიონის ინვესტიციის გეგმა კონკრეტულად გაწერილი მარეგულირებელზე, სად ვახორციელებთ და რატო ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, აქაც დაახლოებით 70-80% ეს არის ამორტიზირებული ქსელების რეაბილიტაცია, მრიცხველების შეცვლა. მე მინდა დავამატო, რომ თბილისის გაზიფიცირება და გამრიცხველიანება, ჩვენი დედაქალაქის გამრიცხველება დაიწყო 97 წლიდან, 1997 წლიდან. შესაბამისად ამ მრიცხველებსაც უკვე გაუვიდა თავისი ექსპლუატაციის ვადა და რა თქმა უნდა, ესეც ინვესტიცია, რა თქმა უნდა, უფასოდ იცვლება ყველა აბონენტთან, მათ ბინებში თუ ბინებს გარეთ არსებული და ჩვენ გვაქვს ყოველწლიურ ჭრილში გეგმა ვცვლით 30,000 ცალ 30-40,000 ცალ მრიცხვეს ჩვენ 30,000 აბონენტს, რომელიც უკვე 10 წლიანი, 5 წლიანი და ასე შემდეგ სხვადასხვა ექსპლუატაციის ვადა უფრო 10 წლიანი გასულია და იმით აღრიცხვის ხელსაწვდომის მოხმარება უკვე აღარ შეიძლება ანგარის სწორების კუთხით ჩვენს და აბონენტს შორის. შესაბამისად ეგეც ინვესტიციაში დევს, რომ 30-40,000 აბონენტს მასიურად მიდიან ჩვენი თანამშრომლები და იცვლება ეს მრიცხველებიც. წელს რა თქმა უნდა 2025 წელს ყველაზე დიდი სამუშაო არის რუსთაველის პროსპექტზე შემოვდივართ, იწყება როგორც დაანონსებულია რუსთაველის სრულად პროსპექტის რეაბილიტაცია და რა თქმა უნდა იცვლება სრულად ქსელი, საკმაოდ დიდი ქსელი რუსთაველის პროსპექტზე, ცენტრალური მაგისტრალი და ამავე დროს ყველა ქუჩის გაზმომარაგების ქსელები, არა მარტო ცენტრალური რუსთაველზე, არამედ ყველა აყოლება ქუჩებზე, რაც არის რუსთაველის მიმდებარედ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, სადაც უკვე დავიწყებთ მაისში, სავარაუდოდ მაისის თვეში. ამავე დროს წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდე ერთხელ ხაზგაუსვა და ვახსენებ, მერია შედის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შედის კიდე დაახლოებით 10 დიდ ქუჩაზე, სადაც უნდა გაკეთდეს რეაბილიტაცია და დაახლოებით 12,000 მეტრამდე ცენტრალური მაგისტრალი უნდა განვახორციელოთ 12,000 მეტრის სრული რეაბილიტაცია და მე კიდე ეს დავამატებ. ადრეც აღმინიშნია და მე მინდა თქვენმა მაყურებლებმაც იცოდეს, რომ რეაბილიტაცია მარტო იმით არ კეთდება, რომ იცვლება მხოლოდ ქსელი, იცვლება ურდულებიც, იცვლება რეგულატორებიც, რაც ასე ვთქვათ საჭიროა მოსახლეობის გაზმომარაგებისთვის და ამავე დროს მე აღვნიშნე, რომ თბილისი ძალიან სწრაფად იზრდება და ალბათ ყველა ვიცით, რომ სწრაფ მზარდი განაშენება მიდის. ამავე დროს ის გასადენი და დიამეტრის გასადენიც იყო არსებული, თქვათ 30-40-50 წლის იჩადებული, უკვე ამორტიზირებული, ის იცვლება უფრო პერსპექტივით, ანუ უფრო დიდი დიამეტრის გასაით, რომ უფრო ბევრი და დიდი მოცულობის გაზი გაატაროს, იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ მომავალ 5 წელიწადში, 10 წელიწადში აღარ მოგვიწიოს ჩვენ ისევ თავიდან იქ ახალი გასადენის ჩადება, როდესაც იქ აშენდება ახალი საცხოვრებელი ბინები, საცხოვრებელი კორპუსები და როდესაც ეს გადაშენიანება წავა იმ ქუჩებზე თუ მიმდებარე ქუჩებზე. ისე ალბათ გაზის სექტორში, როგორც სხვა სექტორებშიც ინვესტიცია ტევადია საკმაოდ და სულ მოგიწევთ ინვესტიციის ჩადება კომპანიას, მაგრამ აი არის რაღაცა ისეთი პერიოდი, როდესაც იტყვით, რომ აი ახლა ძირითადი ინვესტიციები ქალაქში განხორციელებულია და ცოტას ამოვისუნთქებთ ასე. რა თქმა უნდა, მე უშუალოდ ჩემ მოსაზრებას გეტყვი და რა თქმა უნდა ხა ამ დარგში ასე თუ ისე ჩახედული ვარ. როდესაც თბილისში მიწისქვეშა ყველა გასადენი, რომელიც გაყვანილია 30-50 წლის წინ
გამოიცვლება ახალი თანამედროვე ტიპის ახალი თანამედროვე პოლიეთილენის გასადენით ზოგადად ფოლადის რა თქმა უნდა მაგრამ გამოიცვლება ახალი გასადენით და ვიტყვით რომ თბილისში ყველა ცენტრალური გასადენი რომელიც კიდე ერთხელ ხას უსვა უკვე წლებია ექსპლუატაციაშია სრულად ამოიცვლება და ის საფრთხე მოიხსნება რომ მიწის ქვეშ დანაკარგი და გაჟონვის საფრთხე ეს ორია კომერციულის და ტექნიკურიც აღარ ექნება ჩვენ კომპანიას და როდესაც ბინებშიც ყველა ჩვენი აი თქვენი სიუჟეტი მაგით დაიწყო ჩვენ ყველა მაცხოვრებელთან და ყველა აბონენტთან უსაფრთხოება იქნება ისე როგორც ამას მოითხოვს დღევანდელი კანონმდებლობა და დღევანდელი რეგულაციები და არა თქვენი სიუჟეტის დასაწყისში რაც აღინიშნა ესე ხო მაშინ ვიტყვით რომ 80% ის რისი გაკეთება ჩვენ გვიდოდა ეს არის ნოლი გარდაცვალება ესეთი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რომ იყოს ნოლი გარდაცვალება და აღარ იყოს დარღვევა ჩვენ აბონენტთან და რა თქმა უნდა მიწისქვეშა ყველა ამორტიზირებული გასადენი იყოს ამოცვლილი და დაახლოებით რანაწილი ახლა ამოცვლილია ესე დაახლოებით 40-დან 50%-მდე უკვე შეცვლილია, მაგრამ ნუ ბევრია, ძალიან ბევრია. უსაფრთხოებაზე ვიდრე ვისაუბრებთ, ინვესტიციების თემა რო ამოვწუროთ, ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ 2025-29 წლებში 173 მილიონის ინვესტიცია გაქვთ CEMEC-თან შეთანხმებული, ამავე დროს მიყვებით, ასე ვთქვათ, მერიასთან ხართ კოორდინაციაში, ეს ძალიან ისეთი სამუშაოებია, მაგრამ ჩემი კითხვა არის, რადგან უფრო ნაკლები იყოს გათიშვები, ნაკლები იყოს მათ შორის მომხმარებლის პრეტენზია, აქვს კომპანიას იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოთ, მაგრამ ეს ბუნებრივია აისახება ტარიფზეც. ანუ ვისი მზაობა უფრო არის ამ ნაწილში? ჩვენ რაც სხვათა შორის ჩვენ რაც დაგვიმტკიცა CEMEC-მა ეს საინვესტიციო გაწერილი ეს პუნქტობრივად, აი ეს 5 წლის ინვესტიცია, ჩათვალეთ რომ მოვიცავით თითქმის ყველა საჭირბოროტო და აი სასწრაფოც და არასასწრაფოც ასე ვთქვათ გასაკეთებელი, ანუ გაწერილია ამ 5 წელიწადში, ანუ მე მაგ კითხვაზე მინდა გაგცეთ პასუხი, რომ თითქმის ყველა საკითხი შიგნით არის ამ საინვესტიციო პროცესში, პროექტში, რაც ჩვენ წარვადგინეთ მარეგულირებელთან და რაც დაგვიმტკიცა. შესაბამისად, თუ რაღაც გამოჩნდება ფორს მაჟორი არის, როგორც მაგალითად თებერვლის გათიშვა ეს ფორს მაჟორი იყო და შესაბამისად ეგეთი ფორს მაჟორი შეიძლება 2029 წლის ბოლოსთვის უკვე ის პერიოდია, როდესაც აი ძირითადი მსხვილი სამუშაოები თქო გამოწვევა რაც არის. კი, რა თქმა უნდა, თუ რა სტაბილურობა უნდა იყოს პირველ რიგში ეკონომიკაში, უნდა იყოს სტაბილურობა და უნდა იყოს გაზის სექტორი რამდენად მიმზიდველია საინვესტიციო და გადავიდეთ მე უსაფრთხოების. გაზის სექტორი მე თავში ვაღვნიშნე, ეს არის რეგულირებადი და შესაბამისად ჩარჩოებშია მოქცეული, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო სფეროა. მაგრამ ალბათ აქაც ეკონომიკა არის მთავარი, რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესო. მეთხასიათზე იყოს თქვათ ინვესტიციები. რა თქმა უნდა, უნდა იყოს სტაბილურობა და ინვესტორებისთვის გახსნილი და ღია გარემო. კი ბატონო. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბატონო გიორგი, ამ ნაწილში რომ შევაფასოთ 2024 წელს გაწეული საქმიანობები, ყველა იმ საზომით, რითაც ზომავთ კომპანიაში, ალბათ როდესაც ერთადერთი საზომი მე აღვნიშნე ჩვენ საუბრის დასაწყისში, ეს არის ინტოქსიკაციის და გარდაცვალებების რაოდენობა. მე მინდა გითხრათ, უკანასკნელ 5 წელიწადში, ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში მედიასთან ერთად არაერთი სიუჟეტი თქვენ ტელევიზიასაც გაუშუქებია და სხვადასხვა ტელევიზიებს, ანუ ასე ვთქვათ, მოწოდება ჩვენ აბონენტებზე, რომ აი ეს არ გააკეთო, ეს არ მოიხმარო და ასე შემდეგ, ხარ მედიის გვერდში დგობით ჩვენ ისედაც გვევალება წელიწადში ერთხელ თითოეული ჩვენი აბონენტის სახში მისვლა და შემოწმება მისი სახში და დანადგარების, გაზის ქსელის და ასე შემდეგ და ამ მუშაობამ გამოიღო ის, რომ იყო გარდაცვალება, ანუ მე აღვნიშნე რომ ჩვენი გეგმა რომ ნული იყოს გარდაცვალება და ინტოქსიკაცია, იყო გარდაცვალება, მაგრამ ამ 5 წელიწადში რადიკალურად ხალხს უსვავ წლის ჭრილში რადიკალურად არის დაკლებული ინტოქსიკაციის და ამავე დროს რა თქმა უნდა გარდაცვალების რიცხვი. როდესაც 2020 წლამდე იყო 23, 25, 30 გარდაცვალების შემთხვევა წლის ჭრილში და ასობით ინტოქსირებული, რომლებიც გადარჩნენ 2024 წელში იყო 3 გარდაცვალება და რამდენიმე ათეული ინტოქსიკაცია CO2 უმეტესობა ეს არის ნახშირჟანგი, რომელიც გამოიყოფა ეს უკვე ყველა მიცის მე მგონი თქვენის დახმარებით ყველა ჩვენ აბონენტმა რა არის CO, რა არის ნახშირჟანგი, რა არის ღია წვის კამერიაი დანადგარი, რატომ არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული მკვლელი დანადგარი თქვენს დახურულ სივრცეში ბინაში განლაგებული და რისთვის არის ცუდი და როგორ ადვილად კლავს
ის ადამიანს დემონტაჟების სტატისტიკა მე დასაწყისშიც მოვიყვანე, ესეც მცირდება წლიდან წლამდე, ცნობიერება ადამიანების რამდენად იზრდება და ასევე მე რასაც მივაქციე ყურადღება შეიძლება ვცდები თუ ასე ვთქვათ საშიში უბნების სტატისტიკას შევხედავთ, ძირითადად არის შედარებით გარეუბნები თუ შეიძლება ასე ითქვას უფრო სამგორისკენ, გლდანისკენ. ალბათ ესეც რაღაცას ამბობს, ხო? მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იმდენად რადიკალურად შეიცვალა ამ არასწორად დამონტაჟებული რისკავენ თორე ხა სიცოცხლე ერთია და ძირფასი. იმდენად რადიკალურად შეიცვალა მათი რაოდენობა, აი ერთ ციფრს გეტყვით და დანარჩენი ყველაფერი გასაგები იქნება. 2019 წელს ჩვენს მიერ ჩახსნილი იქნა 65600 დანადგარი. 2019-ში 65600 ოჯახს სახში ედგა დანადგარი, რომელიც პოტენციური მკვლელი იყო წლის ჭრილში. ანუ ჩვენ შევდივართ პირველმა და 2024 წელში წლის ჭრილში ჩახსნილი იქნა 1500. ანუ წარმოიდგინეთ თვითონ ხალხმაც რა კარგად ანუ ჩვენმა აბონენტებმა ადამიანებმა რა კარგად დაგვიდგნენ აღიქვე ანუ სოციალური პასუხისმგებლობა რასაც ქვია დაგვიდგნენ გვერდში მოაშორეს ასე ვთქვათ ეს კვლელი დანადგარები მათი ბინებიდან და დააყენეს იგივე სტილის დანადგარი ანუ პროდუქტს გაძლევს ცხელწყალს, პროდუქტს გაძლევს გათბობას, ანუ თბილჰაერს და ასე შემდეგ, ოღონდ დახურული წვის კამერით. დიდი ამას არ უნდა დიდი ცოდნა არის ღია წვის კამერით, არის დახურული წვის კამერით. ღია წვის კამერით კლავს ადამიანს, დახურული წვის კამერით სრულიად უსაფრთხოა. და მთავარია დარეკონ თუ სუნს იგრძნობენ კიდევ ერთხელ რომ უთხრათ. სულს რაც შეეხება, სული ეს არის ანუ გაზით უბედური შეთქმები ხდება ორ ნაწილად. ეს არის CO2 ინტოქსიკაცია და გადაცვალება და ეს არის აფეთქება, როდესაც თვითონ ბუნებრივი აირი გაჟონავს, ან კამფორა დარჩება ღიაც და მე პროვოცირება უნდა პატარა ნაფეცკალი და აფეთქება. რა თქმა უნდა, გაზის სულის შემთხვევაში უნდა დარეკონ 114 114 24/7-ზე და ჩვენ ინვესტიცია ჩაიდო ამაშიც, მე მინდა დაუკავშირო სრულად შეიცვალა ავტოპარკი, ალბათ ყველა შეუჩნევია ქალაქში თბილისის ენერგიის ლოგოებით მოძრავი ავტომობილები, რომლებიც ყველა საავარიო ავტომობილია, სრულად განახდა, გაიზარდა ამათი რიცხვი და შესაბამისად სრულად შევცვალეთ ჩვენ მაგაშიც რა თქმა უნდა ინვესტიცია ჩაიდო და კიდევ ვაპირებთ რომ ჩაიდოს ავტოპარკის და მძიმე ტექნიკის განახლებაში და შესაბამისად 114 დარეკვაზე 20 წუთი ნახევარი საათი მაქსიმუმ რომ ჩვენი მობილური ბრიგადა მოვიდეს თქვენთან სახლში ზარის გამოცემა. მეც რომ დამირეკავს სწრაფად მოსულა ვცდილობთ მიუხედავად საცობებისა, მიუხედავად ვცდილობთ რომ თუმცა დიდი გამოწვევა იყო აი მივედით 500 მმ-იან გასადენის დაზიანებაზე თებერვალში, როდესაც ერთდროულად გაითიშა 150,000 აბონენტი. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ამბობდით, რომ ამდენი ერთდროულად არასდროს არ გათიშუა კომპანიას და ამიტომ იყო ჩავარდნაც კომუნიკაციაში იმ დღეებში ბევრი უკმაყოფილოთ ან ზამთარში მომხმარებელი. ჩვენი კითხვა არის, მაშინაც ვცამდით ამ კითხვას და თქვენ პირველ განცხადებაში ეწერა, რომ სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდაო. ვიცი რომ მოკვლევა დაიწყო, ვიცი რომ გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რადგან ვერ მივიღეთ ამ დრომდე ინფორმაცია, თქვენ კითხავთ, რა ეტაპზე არის? საბოლოოდ თუ არის ცნობილი მე მინდა გითხრათ, როგორ აგო პასუხი? რა თქმა უნდა, აქ არის ერთ სამშენებლო კომპანიაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ მასიური განაშენებებით ის იმ ადგილის, ალბათ ყველა თბილისში ვიზდადის ხედავს, როგორი განაშენიანება მიდის იმ ტერიტორიის, შედება როგორც კერძო სექტორი, ასევე საცხოვრებელი კორპუსები და ანუ ერთი სამშენებლო კომპანია არა, რამდენიმე სამშენებლო კომპანია. ეს მილი მოდის ვაშლიჯვრის, ანუ ტრაექტორია არის ვაშლიჯვრის მხრიდან საბურთალოსკენ, ასე ვთქვათ, ეს არის მაგისტრალური მაღალი წრევის სტატუსის მქონე გასადენი 500 მმ-იანი ფოლადის მიწისქვეშა ხაზს უსვავ და ჩვენ არაერთხელ ყავს გაფრთხილებული აღნიშნული სამშენებლო კომპანიები, რომ მძიმე ტექნიკით არ ევლოთ ამ გასადენზე ზემოდან დატვირთული ტექნიკით, მიწით, კლდით და ასე შემდეგ, როდესაც ხო სამშენებლო მასალებით არ ევლოთ ზედ, იმიტომ რომ ეს მილი დაიძაბა, ზოგადად ისე ჰქონდათ მოთხრილი ეს მილი, რომ მიწისქვეშა გასადენი გამოაჩინეს, მიწის ზედა გახადეს, ზოგადად ისე იყო, რომ დაახლოებით 10 მეტრის ქვემოთ აღმოჩნდა, შემდგომი მოკვლევა რომ გავაკეთეთ ჩვენი გასადენი მიწაყრილი მოაწყეს, ანუ ნაგავსაყრელი და ეს მილი მოხდა დაახლოებით ეხა რაღაცა რომ მოხდეს 8 მეტრზე უნდა ჩახვიდეს სიღრმეში, იმიტომ რომ ზემოდან ნაგავი და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადავეცით. ეს არის ძირითადად მერია შინაგან საქმეთა არ მაქვს უფლება, არა, შესაბამის ორგანოებს მე არ მაქვს უფლება სამშენებლო კომპანიები დავასახელო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაჯარიმდნენ
მაქსიმალური ფულადი ოდენობით, მაგას სრულიად დარწმუნებით გეუბნებით, ჩვენ მიერ ინფორმაციის მოწოდების და დადასტურების შემდგომ აღნიშნული კომპანიები მაქსიმალური ჯარიმით ხაზს უსვავ დაჯარივდნენ შესაბამისი სამსახურის მიერ, რაც ეკუთვნოდათ ადმინისტრაციული ჯარიმა ამ მძიმე ტექნიკის სიარულის გამო ამ დერეფნის, ანუ იმას მილს აქვს თავის დაცვის ზონა, მოქმედი კანონმდებლობით, რომლის დაცვის ზონაში არ შეიძლება არც ან ხელით უნდა ამოთხარო, არ შეიძლება მძიმე ტექნიკის ხმარება, არ შეიძლება მძიმე ტექნიკის ზეციარული, ანუ არეგულირებს კანონი, რეგულაცია არეგულირებს. რომელსაც ესენი არ იცავდნენ, შესაბამისად მოხდა ამ მილის დაძაბვა და ასე ვთქვათ, გაწყვეტა ამ მილის, იმიტომ რომ დაიძაბა ეს 500 მმ ერკისვინეს უზარმაზარი სიმძიმეა და ზედეს ჩაზნექილები უმავრაულად გინას დაზიანებული ეს დაჯახებულები, თქვენც ნახეთ კადრები. ჯარიმა იყო, ალბათ არ მეტყვით და ვეცდები შესაბამისი ორგანოებისგან გამოვითხოვ ეს ინფორმაციაც, მაგრამ ჯარიმა იყო ისეთი სოლიდური, რომ ეს კომპანიები უფრო პასუხისმგებლიანად მოეკიდონ ამ საქმეს. ეკიდებიან. მე მინდა გითხრათ, რომ იმის მერე რომ კიდევ ერთხელ ხო იყო, იმის ალბათობა ხო მეთანხმებით, რომ შეიძლება კიდევ განმეორებულიყო, ერთხელ თუ გაწყდა, ხო ჩვენ დავიცავით, ასე ვთქვათ, ეს დერეფანი, სადაც მოდის, გავაცანით კიდევ ერთხელ ამ კომპანიას. მუნიციპალიტეტთან ერთად. რამდენიმე სამშობლო კომპანია. ეხლა შექმნილი არის დერეფანი, მან სადაც ისედაც აკრძალული იყო ზეციარული და ნუ გაიგეს, ასე ვთქვათ, და აღარ დადიანზე დამძიმე ტექნიკით, აღარ რო აღარ დაზიადეს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ყურადღება ექცევა. ველოდებით გათბობის სეზონის, აი თითქმის დასრულდა და სრულდება, ალბათ აპრილიდან, რა თქმა უნდა, ესე არ მივატოვებთ მაგბილს და შემდგომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ისე კაპიტალურად გაკეთდეს ეს, ასე ვთქვათ, ჭყალებში დერეფანი, რა დერეფნითაც შემოდის ეს მილი და მე აბარაგებს საბურთალოს და ვაკეს ბუნებრივი აირით, რომ მომავალ წელსაც აღარ გქონდეთ არც ჩვენ და არც ჩვენ 150.000 იქნება თუ რა თქმა მნიშვნელობა აქვს 20.000 აბონენტს სანერვიულო და ნუ მე მინდა თავში თქვენ აღნიშნეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო არც ავარიული გათიშვა, მე მინდა კარგად გამიგოთ და ჩვენი მაყურებლებიც გაიგებენ, ეს არ იყო ავარიული გათიშვა და ეს არ იყო არც დაგეგმილი გათიშვა. ეს იყო ერთი სიტყვით დავახასიათებ, ეს იყო ფორს მაჟორი. აი რასაც აი ამ სიტყვაში ასოციაცია წარმოუდგება თითოეულ ჩვენ მაყურებელს, ეს იყო ფორს მაჟორი. მესამე პირის მიერ დაზიანებამ გამოიწვია ეს. დავით ნარმანიაც საუბრობდა, დემარკაციაც მოხდებაო, ამ მსგავსი მილსადენებს, ესეც ალბათ კომპანიის რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ქსელი არის, ასე ვთქვათ, აზომილი დარეგისტრირებული და ჩვეულებრივად დატანილი სქემატურად, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ კონკრეტულად რა კოორდინატებშია და სად გადის ის მილი. მიმდინარეობს ეს ყოველდღიური სამუშაოა, ხდება ამ მილის ზუსტი ტრაექტორიის დადგენა, კიდევ რაც დაგვრჩა, შემდგომ დატანა სქემატურ ნახაზებზე და შესაბამისად ეს აწყობილია, ასე ვთქვათ, შეთანხმება ისედაც უნდა შეთანხმდეს ყველა ნებისმიერი მშენებლობა, როდესაც იწყება, კომუნიკაციებთან ვალდებულია მშენებელმა კომპანიამ შეათანხმოს თავისი მარტო ჩვენ არ ვართ, ეს არის GVP, თელასი, სილკნეტი, კავკაზუსი და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივად კანონი არეგულირებს მაგას ეს. ყველას მართებს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. თავარი ეს არის ძალიან ცოტა დრო გრჩება და გაზის სექტორის რეფორმაზეც მინდა რადგან აქ ხართ გამოვიყენო ეს შემთხვევა და კითხოთ სემეკიც ვახსენეთ შარშან შემოდგომაზე საუბრობდა დავით ნარმანია რომ გაზის ბაზრის რეფორმის ფარგლებში იგეგმება კომპანიების განცალკევების ანუ ეგრეთ წოდებული ანბანდლინგის პროცესის წლის ბოლომდე დასრულება. თბილისი ენერჯი თუ ემზადება ამ პროცესისთვის ან როგორ გეხებათ და რა შეიძლება იყოს ამ ნაწილში თქვენთვის როგორც კომპანიისთვის, ინვესტორისთვის გამოწვევა. რახან განაწილება და მიწოდება უნდა დაიყოთ, ანუ განაწილების საქმე და მიწოდების საქმე უნდა დაიყოს. როგორც ელექტროენერგიის ხო, აღნიშნული ეს ანბანდლინგის შინაარსი ეს არის. ჩვენთვის დიდად არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ თბილისი ენერჯი ჩვენ მივიტანთ ჭყალებში ბუნებრივ აისნების მიერ მომხმარებელთან დანაკარგის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ერთ-ორ სიტყვაში რომ ჩავატიო ეს. ასე ვთქვათ, დედა აზრი ამ საქმიანობის, მაგრამ ჩემი აზრით ახლა ეს საქმიანობა და ბუნებრივი აირი, მე მინდა მოსახლეობას უთხრა, ვიც არ ვიცი, სოციალური ტარიფი ქვეყანაში არის სოციალური ტარიფი და არის კომერციული ტარიფი და სოციალური ტარიფი ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს და ყველა მოსახლეო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება, დღესაც სუბსიდირდება და უშუალოდ ახლა ჩემი აზრითაც და ჩვენი კომპანიის აზრითაც ჩვენთვის დიდად არაფერი არ შეიცვლება ჩვენი კომპანიისთვის
მაგრამ ის რომ რამდენიმე მიმწოდებელი გაჩნდეს უახლოეს მომავალში მე მაგის პერსპექტივას ვერ ხედავ ბუნებრივად ის და იმიტომ რომ სოციალური ტარიფი კიდევ ერთხელ ხას უსვამს სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ თორემ რა თქმა უნდა თორემ კომერციულ სექტორში დღესაც არიან მიმწოდებლები რომლებიც აწვდიან რამდენიმე ათეულ კომერციულ ობიექტს ბუნებრივ აირს დღეს არის ისედაც არის რამდენიმე მიმწოდებელი მაგალითად თბილისშიც დაახლოებით 5-6 მიმწოდებელი მე ვიცი რომელიც აწვდიან ბუნებრივ აირს როგორც კომერციულ სექტორს რომელიც დერეგულირებულია კი ბატონო ტარიფები რადგან ვახსენეთ მაინც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე და რამდენად მოსალოდნელია ტარიფის დაკორექტირება ძირითადად გვადარდებს და გვაწუხებს ხოლმე ხომ არ გაძვირდება ტარიფი გასაგებია რომ სემეკის უახლოეს სემეკის ეს არის სემეკის უშუალოდ სემეკის პრეროგატივა მე როგორც ვიცი შეიძლება დგება ხოლმე ეს აუცილებლად სემეკთან დასასმელი კითხვა მაგრამ მე აუღნიშნე რომ სახელმწიფოს მიერ სწორედ მაგიტომ სუბსიდირდება ეს სოციალური ტარიფი რომ ხანდახან კომპანიებსაც უდგება ეს სიტუაცია კი რა თქმა უნდა ეს ალბათ უფრო სემეკთან კი ბატონო არც კომერციული ისეთი არაფერი არ ხდება თუ რაღაც ხდება ქვეყანაში თქვათ ძირითადად კურსსაშორისი სხვაობის გამო მომხდარა რამდენადაც ბოლო პერიოდში ეკონომიკაში უნდა იყოს სტაბილურობა და აი ამაზე მინდა კითხოთ ჩემი ორი ტრადიციული კითხვაც რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის მათ შორის ეკონომიკას იმისთვის რომ ბიზნესი თუნდაც დარეგულირებული ბიზნესი როგორც გაზის სექტორში ამ შემთხვევაში თბილისი ენერგია კონდეს მეტი საინვესტიციო აპეტიტი და უშუალოდ შეიმოსაზრებით და არაერთხელ გავიმეორე და რომ გამეორდები უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია და მე ესე მგონია რომ ეკონომიკა განვითარდეს და ასე ვთქვათ სიწყნარე იყოს და იყოს სტაბილურობა ქვეყანაში ეს არის ნომერი პირველი ალბათ ჩემი აზრით და მე ხა ჩემი კუთხით გიპასუხებთ რა ჭირდება გაზის სექტორს რომ აი ყველაფერი იყოს უკვე კარგად ასე ვთქვათ ეს არის გაზის საცავი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს გაზის საცავები რომლებიც პიკის დროს აი იანვარ-თებერვალში მარტში როდესაც ყველაზე დიდი მოხმარებაა მოსახლეობის თუ კომერციულ და შეიძლება ხომ მოხდეს ფორს-მაჟორი ნებისმიერ დროს ხდება აუცილებლად ჩვენ ქვეყანას ჭირდება გაზის საცავები რომელიც მინიმუმ 2 თვე იმდენი გაზი ჩაიჭირხდება საცავში და იმხელა მარაგი იქნება და არის ბევრ ქვეყანაში აი შორს ვარ წავიდეთ საქართველოშიც იგეგმებოდა მე შორს ვარ წავიდეთ ჩვენ მეზობელ სასოფხერცაც აქვს გაზის საცავი დაახლოებით 2 თვის სამყოფი გაზი პიკური მოხმარების დროს აუცილებლად უნდა ქონდეს ჩვენ ქვეყანას აუცილებელია აი ყველა მიზეზ გარეშე უნდა აშენდეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მარტო ჩვენ არ გვაქვს მე მგონი ამიერკავკასიაში როგორც ვიცი აზერბაიჯანსაც აქვს როგორც ვიცი მეიდიბისთან ფინანსური რესურსი რაღაც მაგსაკითხზე უფრო სახელმწიფო ორგანიზაცია გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზის და ნავთობის კორპორაცია მუშაობს და მიმართულებით ეს უშუალოდ ჩვენი აზრია რომ აი სტაბილურად რო იყოს ჩვენი სექტორი და ჩვენი დარგი და ხალხიც რა თქმა უნდა აბონენტებიც მოსახლეობაც რომ სტაბილურად გზნობდნენ თავს და მშვიდად რა თქმა უნდა გაზის საცავი უნდა გააჩნდეს ჩვენ ქვეყანას წერტილებას დავუსვათ ამ ქვეყანაში ან ისევ თქვენი თემიდან თუგნებავთ ვიპასუხეთ გაზის რა თქმა უნდა გაზის კუთხის სუსტი წერტილი არის მე ჩემი კუთხით გიპასუხებ ჩვენი დარგის კუთხით ეს არის შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვიძახდე, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე თავში აღნიშნე რა არის ჩვენი მიზანი, ნოლი გარდაცვალება და ამ დროს არ ვიძახი არანაირად გადაჭარბები და არც ლოზუნგად, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ აღარ გარდაიცვალოს ადამიანი CO2. ეს არის აი ყველანაირად არასწორი დღეს 21 საუკუნეში, რომ ნახშირჟანგი თავის საკუთარ ბინაში პოულობთ გარდაცვლილ ადამიანებს. შესაბამისად, კანონმდებლობის გავკაცრება ალბათ უფრო იმ თვითნებობებისთვის, რასაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი მეზობელი ჩადის ამ კუთხით, რასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურად თვითნებობა, თვითნებური მიერთება, როდესაც გააფრთხილებ და ჩაუჭრი ისევ გამოხვალ და განმეორებით შემოწმების დროს იგივე ტრაექტორით ისევ აი საფრთხეს უქმნის, მაგრამ რა არის პრობლემა, რომ ძალიან ბევრი ფაქტი ქონია, რომ ის მარტო თავის თავს კი არ უქმნის საფრთხეს, ეხა თქვი სოცხოროს მესამე სართულზე ის ადამიანი და გარშემო მეზობლები ყავს, იქ თუ გაზის დაგროვდება და აფეთქდება, კორპუსი ფეთქდება, ანუ რაც უნდა თქვენ კეთილსინდისიერი, ხო, რაც უნდა თქვენ კეთილსინდისიერი ადამიანი იყოთ და იცავდეთ ყველანაირ კანონს, შეიძლება თქვენმა მეზობელმა დაგაზიანოთ. ამიტომ
მე დღეს კანონში მე უფრო კანონი ამბობს რომ მარტო თბილისის ენერგიის თქვა მონიტორინგის დაპასუხებლობის იმედზევა მონიტორინგი და მხოლოდ იმ დანადგარის ჩაჭრა რომელიც არასწორად აქვს დაერთებული და თვითრებურად რა თქმა უნდა იმ დანადგარების დატოვება ხო რა თქმა უნდა არც ფულადი ჯარიმა არ არსებობს და მეორედაც თუ იგივეს ანუ ყურად არ იღებს ჩვენ გაფრთხილებას და განმეორებით შემოწმების დროს იგივეს მიაერთებს ისევ თვითრებურად სრულად გაზის გათიშვას სანამ არ გამოასწორებს და შესაბამისად ეს იწვევს ჯერ ჩვენი რესურსის დიდ ხარჯს ძალიან აი უაზროდ ასე ვთქვათ ხარჯვას და შესაბამისად არის არაპოპულარული მაგრამ ამ დარგში აი ამ კუთხით კანონმდებლობა მე ესე მიმაჩნია რომ აუცილებლად უნდა გამკაცდეს უნდა შემოვიდეს ფულადი ჯარიმები სემექს თუ ის რა პანდემიის დაწყებამდე აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა თქვენ უკვე იცით რა პრობლემებია და კი მუშაობდა და ეკონომიკის სამინისტროც რა თქმა უნდა და მე როგორც ვიცი მომზადებულია უკვე კანონპროექტი რომ შემოვიდეს ცნება გაზის გაჟონვის დეტექტორის სავალდებულოების ყველა ბინაში და ანუ ეგეც სავალდებულოა რომ გაზის გაჟონვის უბრალოდ დაცვა, თავდაცვა გაზის გაჟონვის დეტექტორი ყველა ბინა იყოს სავალდებულო, ესეც ჩვენი იდეა და არ ვიცი მუშაობენ და შესაბამისად აი ამ თვითნებობისთვის უფრო გამკაცრება სასჯელის რომ არ შეიწიროს თავისი და თავის სამეზობლოების სიცოცხლე ვიღაც არაკეთილ სიძისევა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, საინტერესო აქცენტებისთვის, საინტერესო თემებისთვის, წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია თბილისი ენერგიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსორიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.